10 თებერვალს პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დედოფლის წყაროს საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი დავით ალუღიშვილი თავმჯდომარეობდა. დედოფლის წყაროში იმყოფებოდნენ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მათ საოლქო ორგანიზაციის წევრებს სიტყვით მიმართეს და პარტიის მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს. კონფერენციის დელეგატებმა ქართული ოცნების დედოფლის წყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზვიად ჯავახიშვილი აირჩიეს. საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრებად კი ნუგზარ პაპიაშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი, გიორგი ჭინჭარაული, ქეთევან დოლიძე და გივი გიგაური. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, დედოფლის წყაროს კონფერენციას 118 ადგილობრივი დელეგატი ესწრებოდა. ხელახლა ბატონ ზვიად ჯავახიშვილი არჩეული იქნა პარტიის თავმჯდომარედ, სადაც ბიუროს წევრების არჩევა მოხდა, სადაც იმ დელეგატების არჩევა მოხდა, რომელიც პარტიულ ყრილობაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლენ და ჩვენი აქტივი შეიკრიფა. ზოგადად ვისაუბრეთ მომავლის გეგმებზე, მიმოვიხილეთ გასული 3 წელი რა გაკეთდა და თბილი შეხვედრა გამოვიდა, რომელიც დაგვირგვინდა იმით, რომ ბატონ ზვიად ჯავახიშვილი პარტიის თავმჯდომარედ თავირჩიეთ ხელახლა და ბატონ ზვიადი მომავალ ყრილობამდე არის ჩვენი დედოფლის წყაროს რაიონული ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარე.